ეს გზა ეს მესამე თვეა უკვე გადავთელებ. ჩემი გუნდი მოვყვება საგულშემატკივროდ, მთელი ფან-კლუბი მყავს და გულშემატკივრების არმია. ნუ ვახსენეთ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მინდა რომ 2025 წელს გავატანო ერთხელ და სამუდამოდ. სულ მუდამ რომ წაიღოს გზად, ნახეთ როგორი სილამაზე იყო. ეხლა რომ ნაძვის ხეებს აკეთებენ ხოლმე, აი ზუსტად ისეთი მოჭირხლული ქონდა ეს ტოტები და ვეცადე რომ დამაფიქსირებინა გზა და გზა ვუღებდი ესე. ძალიან ლამაზი იყო. ზღაპარში მეგონა თავი. ეს სამი თვეა კი გავიტანჯე, მაგრამ შემართებას არ უკარგავდა. უამრავი რილსი გადავიღებ, მსგავსი რილსი არ გადამიღია, ნეგატივზე დიდად არ მიყვარს საუბარი და დიდად არც ვარ ესეთი ადამიანი მოწუწუნე და ასე ვთქვათ, რომ ჩაწოლილი ვიყო და რაღაცა ნახეთ როგორი ლამაზია, თან ბურუსია, თან ულამაზესია. ამდენ ფანში უკვე მე რამდენად ვიცდი, ახალი წელი მოვიდა, აქ ჩემი ბუთქუნა ექიმია, რომელთანაც ვერ გავბედე რა თქმა უნდა გადაღება. ეთამაშება. ულამაზესები უზაყვარლესები ნაკაკები არიან, მოვეფერე, მოვესიყვარულე. შემდეგ გავეშურეთ კარფურისკენ. მართალია კარგი ამბავი დამხვდა ექიმთან, მაგრამ მაინც ძალიან ფსიქოლოგიურად, ემოციურად ყველანაირად დაღლილი ვარ აი აქ. შეუდაგეთ მე და ჩემი ძმა საყიდლებს. ჩემმა დაიკო მორივეს გვაჩუქა დაბადების დღეზე სასაჩუქრე ბარათი და შოპინგი მოვიწყეთ. შემდეგ გურჯაანში ჩამოვედით, ესეთი მორთულია. ორივე ვიყიდეთ ძალიან ლამაზი რაღაცეები. ჩემმა დაიკო მაჩუქა სუმანები როცხოლმე საჩუქრებით და ვიყიდე წითელი ჰუდი. ჩემი ჰუდის დაგვარია, თანამედროვე უფრო და ესეც ვიცი, რომ ძალიან შემიყვარდება. ესე გზად განათებები, მორთულობები, ყველაფერი დავათვალიერეთ და სახლისკენ გავეშურე. თან ვიღებდი ეს პატრულმა არ დაგვანება თავი. წინ ვიდიოდა. ეს 2026 წლის განათება წააგდეს. რა უჭირდა წერსაც ვარ. როდესაც მივედი სახლში, რა თქმა უნდა, გადავიღეთ ბიპოზიორად, გავუგზავნა ჩემ დაიკოს, რომელმაც ძალიან მომიწონა ეს ახალი ჰუდი. ალბათ წარმატებები